რეგიონის დროით. გადაცემას წარმოგიდგენთ არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ჯიპაკის პროგრამის მხარდაჭერითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. მოგესალმებით კონსუმენტ გადაცემას რეგიონის დროით FM 102.4-ზე მე მისი წამყვანი ხატია ჯამალაშვილი ვარ. თქვენ შეგიძლიათ 40 წუთის განმავლობაში გვისმინოთ და არეკოთ პირდაპირ ეთერში დასვათ ნებისმიერი სახის კითხვა და ისაუბროთ რეგიონში არსებულ პრობლემებზე. დღევანდელი გადაცემის თემა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, მათი რესოციალიზაცია და საზოგადოებაში ადაპტაცია. თემაზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ ძირითადი პრობლემები სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასთან, ამ ბავშვების სტატუსის მინიჭებასთან და ბავშვთა განვითარებისთვის აუცილებელი დღის ცენტრების მცირე რაოდენობასთანაა დაკავშირებული. დღეს გადაცემაში ამ თემაზე სასაუბრად მოვიწვიეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კავშირი მშობლების თანადგომას დამფუძნებელი და თავმჯდომარე ქალბატონი ნათია კიკვაძე, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი ბატონი ამირან დათეშიძე, ასევე გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში ჩაგორთვებიან სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის უფროსი ნათია ფირაშვილი, განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკად გებუაძე და ასოციაცია ინვალიდთა კლუბის თავმჯდომარე თინა ბრეგვაძე. თუმცა ვიდრე უშუალოდ თემის განხილვაზე გადავალთ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი კორესპონდენტის ანი არჩოძის მიერ მომზადებული სიუჟეტი მოვისმინოთ, სადაც დეტალურადაა საუბარი თემის შესახებ. ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა ნომერი 2. ეს კავშირი ორიონის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის მისამართია. აქ 40 პატარა ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობები ქრება და ისინი თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აღიქვამენ. აქ დღის მანძილზე ბავშვები სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობენ. სამსახიობო ნიჭით გამორჩეულები როლებს ირგებენ და თეატრალური წარმოდგენისთვის ემზადებიან. მრავალი სპექტაკლი უკვე დადგმული აქვთ. ბავშვები სხვადასხვა ხელსაქმით არიან დაკავებული. სწავლობენ თიხაზე მუშაობას, ბისერების გამოყენებას. სკოლაში მათ მიერ შექმნილი მრავალი ნამუშევარია გამოფენილი. სასწავლო პროცესი ადაპტირებული და მორგებულია თითოეული ბავშვის საჭიროებაზე. შემუშავებულია ინდივიდუალური განვითარების გეგმა. სკოლა მოზრდილებს განვითარებისა და საგანმანათლებლო უნარ-ჩვევების მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს. განსაკუთრებით საჭიროების მქონე ბავშვებისთვის პედაგოგების გარდა ლოგოპედი, ფსიქოლოგი და ფიზიოთერაპეტი ზრუნავს. ორიონის დირექტორი ჟანა ფერაძე ამბობს, რომ სკოლა ყველა სტანდარტებს აკმაყოფილებს და 18 წლამდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მოთხოვნილებებს უზრუნველყოფს. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს სპეციალური საგანმანათლებლო ინდივიდუალური გეგმის მიხედვით. ასევე ჩვენი ყველაფერი სასწავლო პროცესი არის ადაპტირებული და მორგებული მათ საჭიროებებზე და 19 ბავშვი ინტეგრირებული არის ზესტაფონის რაიონის სხვადასხვა სკოლებში. ამჟამად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ქვეყნის მასშტაბით 33 დღის ცენტრია რეგისტრირებული. სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც დამტკიცებულია მთავრობის დადგენილებით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებებს სხვადასხვა კატეგორიის ბავშვებისათვის. აქ არის როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ასევე მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები. მათთვის განსაზღვრულია კვების ვაუჩერებით უზრუნველყოფა, აგრეთვე ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებს მოიცავს. ვაუჩერი 144 ლარის ოდენობით განისაზღვრა. სოციალური მომსახურების სააგენტო, მეურვეობა, მზრუნველობა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მაია ბუჩუკური განმარტავს, რომ თანხის რაოდენობა ქულების მიხედვით განისაზღვრება. ვაუჩერის ღირებულება არის 144 ლარი, ყოველთვიურად 144 ლარი. მაგრამ ეს დამოკიდებული არის იმაზე, ოჯახი არის თუ არა რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში. თუ არის რეგისტრირებული და მას აქვს 100,000 ქულაზე ნაკლები, ჩვენ ვაფინანსებთ მთლიანად, ანუ 100%-ით და თუ არის 100,000 ქულაზე მეტი, ან საერთოდ არ არის ამ ბაზაში, სახელმწიფო აფინანსებს მას 75%. არის 108 ლარი. ყოველთვიურად და ეს გულისხმობს თვეში მომსახურებას სხვადასხვა სპეციალისტების ბინაზე და ჯგუფური მომსახურებას. სახელმწიფო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვზე მინდობით აღმზრდელ ოჯახს თვიურად 600 ლარს, ჯანმრთელ მიუსაფარ ბავშვზე კი 450 ლარს აძლევს.
მინდობით აღზრდა სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გარკვეული ვადით ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფაა. ამჟამად პროგრამაში 130 განსაკუთრებითი საჭიროების ბავშვია ჩართული. 2014 წლის იანვრის მონაცემებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 8880 ბავშვი იღებს პენსიას. გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობას მოუწოდებს ძალისხმევა გააორმაგოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებიანი ოჯახებისთვის. იუნისეფი გასათვალისწინებელ პრიორიტეტულ საკითხებს გამოყოფს. ხარისხიანი დღის ცენტრების საჭირო რაოდენობით გახსნა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა ბავშვისათვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება, მათი ოჯახების სიღარიბის სტატუსის მიუხედავად. 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეზღუდული შესაძლებლობების დიაგნოსტიკა და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება. საჭიროა თბილისში არსებული ბავშვთა განვითარების ცენტრის მოდელის გაფართოება დასავლეთ საქართველოში, რათა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების ადრეული დიაგნოსტიკა, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედებს დროულად გაეწიოთ დახმარება ადრეული ინტერვენციის მიზნით. ასევე მსგავსი ტიპის ადგილობრივი სკოლების შესაძლებლობების სწრაფი ზრდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის მიზნით. საჭიროა ინკლუზიური განათლების სისტემასა და დღის ცენტრებს შორის აქტიური თანამშრომლობა, რათა შესაძლებელი გახდეს ბავშვის შესაძლებლობების გათვალისწინებით მისი გადაყვანა ერთი სისტემიდან მეორეში. აქტუალური თემაა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ჩართულობა მომსახურების მიწოდების სფეროში და ადგილობრივ თემებში სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. გადასახედია ბავშვებზე ზრუნვის რეფორმა იმის უზრუნველსაყოფად, რათა დარჩენილი დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებების დახურვის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები არ იქნენ უგულვებელყოფილნი. თქვენ მოისმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ანი არჩევაძის სიუჟეტი, თქვენი საზოგადოებრივ რადიოს და გადაცემა რეგიონის დროით უსმენთ. თქვენი გადაცემის ონლაინ რეჟიმში ყურებაც შეგიძლიათ, ამისთვის უნდა მოძებნოთ რადიო 1.g და აირჩიოთ ფუნქცია ვიდეო ჩვენება. ასევე შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ნომრებზე 240 91 92 ან 240 92 92 და დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები. გადავიდეთ უშუალოდ თემის განხილვაზე. ბატონო ამირან, თქვენთან მექნება პირველი კითხვა. რა პრობლემები აწუხებთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს დღეს საქართველოში და განსაკუთრებით რეგიონებში? მადლობთ მოგესალმებით და მინდა ვისარგებლო ბოლო შემთხვევით მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისათვის და ამ თემაზე გადაცემის მომზადებისათვის. სიუჟეტშიც ნათლად გამოჩნდა ის ნათლად იყო საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებიც ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს აწუხებთ და მათ წინაშე დგას საქართველოში და გაისმა იუნისეფის რეკომენდაციები, რომელსაც აბსოლუტურად ვიზიარებთ და ჩვენც კარგად გვაქვს წარმოდგენილი ეს პრობლემები, რომლებიც ამ სფეროში არსებობს. არ მინდა უბრალოდ გავიმეორო, რაც აქ იყო დეტალურად აღწერილი, მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებ ყურადღებას და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით ალბათ და უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ პრობლემების საპასუხოდ შესაძლებლად სახელმწიფო დგამს გარკვეულ ნაბიჯებს. ეს პრობლემები არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული უწყობის, კონკრეტული სფეროს გამგებლობას ქვეშ და მისი გადასაწყვეტი და სწორედ ამიტომ არსებობს სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო, უწყებათა შორისი თანამშრომლობა და შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც ყველა დაინტერესებული უწყება არის ჩართული, რადგან ის პრობლემები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების თან არის დაკავშირებული, დაწყებული მათი განათლებაში ინკლუზიიდან, შემდეგ უმაღლესი განათლების სფეროსთან, დასაქმებასთან და ზოგადად საზოგადოებაში ინტეგრაციასთან, საზოგადოების მიღებასთან, მე ამას ჯაჭვურად მოსდევ, ბუნებრივია გარემოს ადაპტაცია და ასე შემდეგ და მთელი სპექტრი პრობლემების, რომლებიც გროვდება, უნდა იყოს კომპლექსურად გადაწყვეტილი. რაც შეეხება უშუალოდ, ვთქვათ, სოციალური კუთხით და შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ეს არის ალბათ პირველ რიგში შეფასების სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს, ეგრეთ წოდებული სამედიცინო მოდელი და აქტიურად ვცდილობთ, რომ გადავიდეთ შეფასების თანამედროვე სოციალურ მოდელზე, სადაც წარმოდგენილი იქნება, შესწავლილი
იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვების საჭიროებები პირველ რიგში და ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნება მიმართული ჩვენი სოციალური პროგრამები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარება იქნება ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად გაკეთებული. ინდივიდუალურად განისაზღვრება ხო სამოქმედო გეგმა კონკრეტულ ადამიანთან. UNICEF-ის ერთ-ერთი რეკომენდაცია სტრატეგიის გაწერა ასეთი ადამიანების დასახმარებლად და 2013 წელი პრემიერმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების წლად, ზოგადად ადამიანების წლად და ამ გეგმაში სამოქმედო გეგმაში ჩაერთო 5 უწყება, 5 სამინისტრო. რა გაკეთდა საიმისოდ გასულ წელს, რა გაკეთდა ამ ადამიანებისთვის, რა გაიწერა სტრატეგიაში კონკრეტულად? მოგახსენებთ, მართალს ბრძანებთ, გასული წელი გამოცხადებული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების წლად და ალბათ იცით, რომ საქართველოს პარლამენტმა წლის ბოლოს რატიფიცირება გაუკეთა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენციას. და ჩვენი სამოქმედო გეგმაც, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ფართო დაინტერესებული საზოგადოების აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით ვამზადებდით, შეესაბამება სწორედ ამ კონვენციის ძირითად დებულებებს და პრინციპებს და მასში წარმოდგენილია 14 მიმართულება დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სტატისტიკის მიმართულებით მონაცემთა ბაზების შექმნის და ასე შემდეგ. ანუ თელ იმ სპექტრს მოიცავს, რამაც უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობებით მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ჩვენი საზოგადოების საქმიანობაში, ანუ ეს აქტიური ადამიანური კაპიტალი, რომელიც ქვეყანაში ამ სახით არსებობს, მაქსიმალურად იქნეს რეალიზებული. თუმცა აქვე მინდა დავწინო, რომ არ აქვს ილუზია იმისა, რომ რაღაც სამწლიანი სამოქმედო გეგმა არის რაღაც პანაცეა და ამ ხნის განმავლობაში სულად მოხდება იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, თუმცა ჩვენ ცდილობთ, სახელმწიფო ცდილობს, რომ მაქსიმალური პროგრესი განიცადოს ამ სფერომ და მაქსიმალურად რაც შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან, ზოგადად სიტუაციიდან ქვეყანაში ცნობიერების დონეც გასათვალისწინებელია, რაზეც ასევე აქტიური მუშაობა არის საჭირო და ეს გეგმა ამასაც მოიცავს. აი ამაზე მუშაობით 2-3 წელიწადში მნიშვნელოვანი პროგრესი მივიღოთ და მივიღოთ იმასთან შედარებით, სადაც დღეს ვიმყოფებით. და რაც შეეხება რეგიონებს, იმიტომ რომ დედაქალაქში როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბევრი ღონისძიებები ტარდება, არაერთი საგანმანათლებლო ტრეინინგები და ასე შემდეგ. რეგიონში რა ხდება ამ კუთხით, იმიტომ რომ იქ უფრო ნაკლები წდომა აქვთ ასეთ ღონისძიებებთან. მართალს ბრძანებთ რეგიონებში კიდევ უფრო რთულია სიტუაცია. რადგან შედარებით ნაკლებია ის საშუალებები, რაც დედაქალაქში არსებობს, იგივე დღის ცენტრები ან სარეაბილიტაციო ცენტრების ნაკლებობა, თუმცა ამ ბოლო პერიოდში სარეაბილიტაციო ცენტრებიც აქტიურად იხსნება, უკვე რამდენიმე რეგიონში არსებობს ასეთი ცენტრები, რაც შეეხება დღის ცენტრებს, ჩვენ გვაქვს სახელმწიფოს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რეგიონში, სადაც ესეთი საჭიროება არსებობს, სადაც შესაბამისი მიმწოდებელი არსებობს, რომელიც ელემენტარულ მინიმალურ სტანდარტის დაკმაყოფილება შეუძლია, ჩვენ უარს არ ვეუბნებით და ჩვენთვის პრიორიტეტი და არასამთავრობოებს გულისხმობთ, დიახ, რომლებიც არიან მიმწოდებლები ჩვენი სერვისების, უარს არ ვეუბნებით და ფაქტობრივად ყველგან, სადაც ესეთი მოთხოვნა ფიქსირდება, ჩვენ ვარეგისტრირებთ და ხდებიან ჩვენი მომსახურების მიმწოდებლები, ამაზე შეზღუდვა არ აქვს. ქალბატონი ნათია, თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენთ და უშუალოდ გაქვთ შეხება ამ პრობლემებთან. რამდენად ხშირად ირღვევა ასეთი ადამიანების უფლებები დღესდღეობით, თქვენ რა მონაცემები გაქვთ? იცით რა მოგესალმებით. რაც შეეხება უფლებებს, აბსოლუტურად ყველგან ოჯახიდან დაწყებული, ქუჩა, ტრანსპორტი, სამედიცინო დაწესებულება, სასწავლებელი, აბსოლუტურად ყველგან არის დარღვევა. იმიტომ რომ რატომღაც საზოგადოება, რა ვიცი, ჯერჯერობით მაინც არ არის იმ დონეზე, რომ ეს პირები მიიღონ ისეთები, როგორიც არიან. ხშირია მათ მიმართ დამოკიდებულება ისეთი, რომ ეს საშიშნი არიან, დაინახავენ და რაღაც შეშფოთებას გამოთქვამენ. ან თუნდაც შეცოდება და ხშირად უფრო შეცოდებას და ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ესენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან,
რა თქმა უნდა, ყოველას რაღაცა შეზღუდვა, რაღაცაში გვაქვს. არ არის ეს ესეთი ხაზგასასმელი და თუ ისედაც მივიღებთ როგორებიც არიან, საზოგადოებაც ტოლერანტული გახდება და ამათგანაც ძალიან ბევრი რამე სწავლა შეუძლია საზოგადოებას, იმიტომ რომ ესენი ისეთი კეთილები არიან, ისეთი ღია და ძალიან საზოგადოების თვითონ გასაკეთილშობილებათაც საჭიროა მათი ამ საზოგადოებაში ყოფნა და საზოგადოების საკეთილდღეოდ გამოყენება ამ რესურსებს. თქვენი აზრით რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ სამოქალაქო თვითშეგნება ამაღლდეს და ესეთი დამოკიდებულება აღარ იყოს მათ მიმართ? პირველი ნაბიჯები აი რაც უნდა გადაიდგას. იცით რა, პირველი ნაბიჯები ალბათ ეს არის, რომ ოჯახიდან უნდა დაიწყოს ისე. ისე ხშირია ისევ შემთხვევები, როცა თვითონ ოჯახები მალავენ თავიანთ შვილებს. არ მიყავთ ისეთ ადგილებს, სადაც შეიძლება ეგრეთ წოდებული ჩვეულებრივი შვილი წაიყვანონ და ამას რატომღაც სახლში ტოვებენ ყოველთვის და აი აქედან ხდება მათი ჩაკეტილობა და საზოგადოებაც იშვიათად ხედავს ესეთ პირებს და უვითარდებათ ესეთი სინდრომი, რომ თქოს ესენი არ არსებობენ, არ არიან თუ გამოჩნდებიან და ნუ რა მოხდა ახლა არის და ამიტომ პირველ რიგში ოჯახებმა უნდა დაიწყოს ამაზე, რომ მე რა თქმა უნდა მედიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და იცით და სწორად გაშუქება და თუნდაც ტერმინებს იმით და მე იცით რა ხშირად არის გადაცემები უფრო ელექტრონულ მედიაზე მოგსაუბარი იცით ესეთი კუთხით აშუქებენ თვითონ რომ აი ესენი რასაცოდოები და საბრალონი არიან და ვაიმე დავეხმაროთ და არ არის ეს სწორი მიდგომა ნამდვილად აი მე ვთვლი რომ დაჟეს იცით რა უკაცოთ ეს ცალკე გადაცემები ამათვის რომ აი რა თუ გინდ გასართობი იყო თუ გინდ სპორტული ესეც სწორი მიდგომა არა იყოს ჩვეულებრივი ბავშვებთან ერთად ჩართულები ესენი ეს ხო ინტეგრაციას უწყობს ხელთ და მათ დაახლოებას და აი ესეთ გასათვალისწინებელია. დიახ. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ჩავრთოთ განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ქალბატონი ეკა დგებუაძე. ქალბატონო ეკა, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ გადაცემაში მონაწილეობას იღებთ. ქალბატონო ეკა, როგორ ზრუნავს სახელმწიფო და კონკრეტულად თქვენი უწყება ამ ბავშვების განათლებაზე? მოგახსენებთ აი ამირანმაც ახსენა რომ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოხდა ასეთ რატიფიცირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის ჩვენც ვართ ჩართული და მონაწილე პირი ასე ვთქვათ ამ სტრატეგიის შემუშავებაში ერთი დიდი ნაწილი არის დათმობილი განათლებას ინკლუზიურ განათლებას ეთმობა შესაბამისად განსაზღვრეთ ის პრიორიტეტები რაც მნიშვნელოვანია 2014-16 წლებში რაც სამინისტრო აიღეს პასუხისმგებლობას და მინდა გითხრათ რომ პირველი ნაბიჯი ვთქვათ 2013 წელს მოხდა ის რომ დაფინანსების არანაირი მექანიზმი სისტემა არ არსებობდა ინკლუზიური განათლების 2013 წელს მოხდეს სპეციალური მასწავლებლის კადრის გაჩენა საჯარო სკოლებში და მათთვის ინდივიდუალურად ხელფასების ვთქვათ ხელფასი დამატებითი ანაზღაურება აქვს, დიახ. ეს გადამზადდნენ უკვე არსებული პედაგოგები თუ ახალი კადრები არიან? იცით რა არის ახალი კადრები, რა თქმა უნდა, ის რომ მოთხოვნა იზრდება და ჩვენი მულტიდისციპლინური გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ შეაფასოს ეს ბავშვები. აი სტატისტიკური ზრდით 2013 წლის ოქტომბერში მომართვიანობა შეფასებაზე იყო დაახლოებით 700 მშობლის ასე ვთქვათ მომართვა იყო. შესაბამისად ძალიან გვიხარია რომ დაინახეს საჭიროება იმისი, რომ ინდივიდუალური მიდგომა საჭიროა და მნიშვნელოვანია მათი შვილებისთვის. და შესაბამისად ახლა ზუსტად პროცესში ვართ იმისი, რომ სკოლები აცხადებენ ასე ვთქვათ ვაკანსია სპეციალური მასწავლებლის ფსიქოლოგის შტატზე და ჩვენ ესე ვთქვათ მასწავლებლის სახლთან ერთად გვაქვს სპეციალური მოდული, რომლის და ასე ვთქვათ დახმარებით გვინდა რომ სწორედ ეს კადრი გავაძლიეროთ. შესაბამისად, მუშაობა იმისთვის, რომ განვითარდეს სისტემა, ამაზე განათლების სამინისტრო ასე ვთქვათ მუშაობს. რამდენად თქვენ აღნიშნეთ სპეციალური სასწავლო გეგმა ექნებათ მათ, ხო? ანუ რამდენად უჭირთ თუ არსებობენ, რა თქმა უნდა უკვე ისინი სწავლობენ, ხო, ინკლუზიური განათლების ფარგლებში. რამდენად უჭირთ ამ პროგრამის ათვისება, რამდენად ჭირდებათ დამატებითი დაინტერესება პედაგოგების მხრიდან იმისთვის, რომ აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში?
თქვენ გულისხმობთ ბავშვების ბავშვების მხრიდან ათვისებას. სწორედ ამიტომ ხდება და შეფასების საფუძველზე დგინდება ბავშვის სუსტი და ძლიერი მხარეები და სწორედ ამაზე ხდება აგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მასწავლებლების კვალიფიკაციაც არის ასამაღლებელი, თუ როგორ უნდა შეადგინოს ეს გეგმა, რა მეთოდი გამოიყენოს და მიდგომა თითოეულ ბავშვთან. შესაბამისად, სამუშაო ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. სფერო არის ძალიან დიდი, ახალი და ამის განვითარებაზე უნდა ვიმუშაოთ. რაც შეეხება რეგიონებს და იქ არსებულ მდგომარეობას, ანუ იქ ინფრასტრუქტურა რამდენად არის შესაბამისად მოწყობილი იმისთვის, რომ ბავშვებმა შეძლონ განათლების მიღება? უკაცრავად სუდად. რეგიონებში რამდენად არის შესაძლებელი, ინფრასტრუქტურა რამდენად არის მოწყობილი? ბატონო, რეგიონებში არის ესეთი სიტუაცია, რომ ეს მულტიდისციპლინური გუნდი, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც მუშაობს და 2014 წელს უკვე პროგრამას დავამტკიცეთ და რეგიონებში ვზდით უკვე გუნდის წევრების რაოდენობას. შესაბამისად, რეგიონებიდანაც მოთხოვნა იზრდება, დიდია და გუნდის გზრდის საჭიროებაც მოითხოვა ამან, თუმცა სისტემურად როგორც დედაქალაქშია გასაძლიერებელი ადგილობრივი კადრი, მეთოდოლოგია ასევე არის რეგიონებში. გასაძლიერებელი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, მადლობა რომ გადაცემაში მონაწილეობას იღებდით. მე შეგახსენებთ რომ პირდაპირ ეთერში გვერდობა და განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ქალბატონი ეკა დგებუაძე. ბატონო ამირან, რაც შეეხება დღის ცენტრებს, თქვენ საუბრობდით ამ თემაზე, სულ რამდენი დღის ცენტრი არსებობს დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით და რა განათლებას, რა უნარჩვევებს იღებენ ბავშვები იქ? ბატონო, უშუალოდ ბავშვებისთვის, ანუ ჩვენ გვაქვს დღის ცენტრები როგორც ბავშვებისთვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დასავლური პირებისთვის და არსებობს ასევე ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ჯანმრთელი ბავშვების დღის ცენტრებიც, თუ ვისაუბრებთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დღის ცენტრებზე, მხოლოდ ეს არის დაახლოებით 30-მდე დღის ცენტრი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რეგიონებშიც, დედაქალაქშიც და დღის ცენტრის მთავარი დანიშნულება არის ოჯახების გაძლიერება და რა თქმა უნდა პირველ რიგში ბავშვების უნარჩვევების განვითარება და მათი მომზადება, რომ ისინი ჩაერთონ საზოგადოებაში, სკოლაში, შეიძინონ რაღაც შრომის უნარჩვევები, არაფორმალური განათლება, კვება და ასე შემდეგ, მთელი ეს აქტივობები, რომლებიც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაში უნდა დაეხმაროს. გამოთქვამენ ამის სურვილს, რომ მისწავლონ ამ დღის ცენტრებში? კი, რა თქმა უნდა, არის ესეთი სურვილი და საკმაოდ დიდია მოთხოვნა დღის ცენტრების სერვისის არსებობაზე და მის განვითარებაზე. თუმცა ჩვენ აქვე მინდა ვახსენო, რომ სამინისტროში შეიქმნა მონიტორინგის ერთეული, რომელმაც უნდა აკონტროლოს ხარისხი აუცილებლად დღის ცენტრებში, იმიტომ რომ ჩვენ შარშან ჩავატარეთ მონიტორინგი რამდენიმე დღის ცენტრში და უნდა გითხრათ, რომ გამოიკვეთა ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესების საჭიროება. განათლების კუთხით ამბობთ, ხო? თუ ზოგადად უნარჩვევები. ზოგადად მომსახურების სტანდარტები ჩვენ შემუშავებული გვაქვს დღის ცენტრის მომსახურების სტანდარტები და ბევრი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს, სრულად ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს. ჩვენ მივეცით გარკვეული ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად და ეს მონიტორინგი იქნება სისტემური და პერმანენტული და აუცილებლად ამ მონიტორინგის შედეგებს გავითვალისწინებთ, თუმცა ეს არ არის რაღაც დამჭირლობითი ღონისძიება და მიზანი არ არის ჩვენი თვითმიზანი რაღაც კონკრეტულ დღის ცენტრს რომელიმე პრობლემა შევქმნათ. ჩვენი მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში, რომ ისინი წავახალისოთ, мотиваცია გაუძლიეროთ, რომ ხარისხი გააუმჯობესონ და ის სერვისი რაც უნდა მიაწოდებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, იყოს მაქსიმალურად ადეკვატური. თქვენ ქალბატონნათი არ ეთანხმებით, ანუ სერვისი არ არის ადეკვატური, რა განათლებას იღებენ იქ ბავშვები? საერთოდ ეს სერვისი ძალიან კარგია, რომ არსებობს და რა თქმა უნდა განვითარდეს და გამრავალფეროვნდეს და მრავალი უნდა გახდეს, იმიტომ რომ მოთხოვნა მართლა ძალიან დიდია ამ სერვისი და ვერ აკმაყოფილებს, რაც არსებობს ეს დღის ცენტრები ჯერჯერობით. იცით რა, მართალია ამირანი შემუშავებული სტანდარტები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეს დღის ცენტრი, ვინც ახორციელებს ამ სერვისს, მაგრამ იცით რა არის, ეხლა მეც ერთ-ერთი ამ დღის ცენტრის განხორციელებელი ვარ და
ეხლა ერთ-ერთი შვილი შობელი ვარ და ეხლა ჩემი мотиваცია ხო წარმოგიდგენიათ მაგრამ მარტო სურვილიც ხომ არ არის ეხლა დამეთანხმება ამენანიც რომ აი სტანდარტებთან შესაბამისობაში დაფინანსება არ არის შესაბამისო სახელმწიფო არ აფინანსებს ამ დღეს ცენტრს მაგრამ ერთი ბავშვი ფინანსდება დღეში 11 ლარი ვაუჩერული სისტემა ამ 11 ლარი შედის ორჯერადი კვება პედაგოგი კომუნალური თუ იჯარას იხდი იჯარა და ნუ ტრანსპორტირება და მოგეხსენებათ ეს რა ამიტომ იცით რა უმეტესობა ვცდილობთ რომ რაც შეგვიძლია ჩვენი რესურსები ზოგი მეგობრები ზოგი დონორებიც შევავსოს ეს მაგრამ ეს დონორებიც იმდენი უკვე აღარ არიან რომ საკმაოდ ამიტომ კარგი იქნება სახელმწიფო თუ იზრუნებს ცოტა თანხების ფინანსების გაზრდაზე რომ თქვენ თუ მიმართეთ შესაბამის უწყებებს ამ თხოვნით რომ გაიზარდოს ეს დაფინანსება იცით რა რო გითხრათ ჩვენ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს ჯანდაცვის ესები ხმარ მოკლედ სამინისტროსთან მამენ ბატონ ამირანთანაც მიგია კაკაჩიასთან ლომიძესთან რა ვიცი ყოველთვის გვაქვს მზად არიან ნუ შესაძლებლობის ფარგლებში და ეს ეტყობა მაგათ დონეზე არ წყდება ეს ბიუჯეტის სახელმწიფო ბიუჯეტის ამბავია და რა ვიცი ყველა სტრუქტურამ რომ ამაზე ფიქრობს რომ ამბავშვებს ნამდვილად ჭირდება და აქვე დავამატებთ რომ შეიძლება ამ ფორმატში არ ჭირდება მაგრამ პენსიები არა კი შემდეგი კითხვა ჩემი ეგ არის ამ ჩარტის ჩარტვა გვაქვს ახლა უბრალოდ და გავაგრძელოთ პენსიაზე და დაზღვევაზე საუბარი მორიგი ჩარტვა პირდაპირ ეთერში სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის უფროსი ქალბატონი ნათია ფირაშვილი ქალბატონ ნათია მოგესალმებით დიდი მადლობა რომ გადაცემაში მონაწილეობას იღებთ მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა რომ ჩავხდით ამ გადაცემაში და თქვენ დაინტერესებული და ამ თემაზე მუშაობთ დიდი მადლობა ქალბატონ ნათია თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ასეთი ადამიანების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და სახალხო დამცველის ანგარიში თუ ხდება უფლებების დარღვევის ფაქტები მოგესალმებით პირველ რიგში ამინდა მოგახსენოთ რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ისე როგორც ზოგადად სახალხო დამცველის ოფისის პრიორიტეტი არის რეგიონებში მუშაობა მოგეხსენებათ რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ის პირები არიან რომლებიც ვერ მოახერხებენ რომ მოვიდნენ ვაკეში რამიშვილის ქუჩა ნომერ 6-ში და მოვიტანონ განცხადებები მათი უფლებების დარღვევის თაობაზე ასე რომ ჩვენ თავად გავდივართ რეგიონებში ხვდებით ფოკუს გრუპებს და ძალიან ხშირად ამა თუ ინდივიდუალური უფლება დარღვევის თაობაზე ვიწყებთ ხოლმე საქმის შესწავლას. თუმცა სახალხო დამცველის ოფისი მხოლოდ ინდივიდუალური უფლება დარღვევების თემაზე არ მუშაობს და ამ მიმართულებით არ შეიმუშავებს გარკვეულ რეკომენდაციებს, ასევე სისტემური ხარვეზების აღმოჩენის მიზნით ახორციელებს მონიტორინგს. და როგორია ეს ხარვეზები? რა ხარვეზებზე საუბრობთ? სახელმწიფოს მხრიდან კანონპროექტში? ხარვეზები არის მრავალი მიმართულებით. ამ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ თუნდაც ის ფაქტი, რომ ის საყოველთაო დაზღვევა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ემსახურება, სამწუხაროდ არ ითვალისწინებს იმ მნიშვნელოვან განსაკუთრებულ საჭიროებებს, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვს ჯანმრთელობის უფლების რეალიზების კუთხით. ჩვენ ადრე რეკომენდაციებს ვაკეთებდით იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული დადგენილებები გახსოვთ თქვენ თავიდან მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ემსახურებოდა, რომ მოცვა გაზრდილიყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მოცვა გაიზარდა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, მაგრამ როგორ გითხარით საჭიროებების ასახვა ვერ მოხდა და ის განსაკუთრებული მედიკამენტები თუ სხვადასხვა გამოკვლევები რაც მათ ესაჭიროებათ არ ითვალისწინებს ეს დაზღვევა. სხვა მიმართულებით განათლებას ავიღებთ ფაქტურად ნებისმიერი სახით ნებისმიერი უფლების რეალიზება და ხელმისაწვდომობა ამა თუ იმ უფლების რეალიზებაზე პრობლემას წარმოადგენს. ეს იქნება განათლების ხელმისაწვდომობა, ეს იქნება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ეს იქნება დასაქმების ხელმისაწვდომობა, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა, რეკრეაცია. ფაქტურად თითქმის ყველა უფლების რეალიზებისას ჩვენ ვაწყდებით ისეთ პრობლემას, როგორიც არის ხელმისაწვდომობა ამა თუ იმ სერვისზე, ამა თუ იმ უფლების რეალიზებაზე. გასაგებია, წლევანდელ ანგარიში რა ფაქტები მოხდება სახალხო დამცველის, თუ გაქვთ წინასწარ ინფორმაცია? კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავით და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა იქნება ერთ-ერთი ის თემა, რომელზეც გაკეთდება აქცენტები. მოგეხსენებათ, რომ ის მცირე სახელმწიფო პროგრამებიც კი, რომელსაც დღეს სახელმწიფო აფინანსებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ამ სახელმწიფო პროგრამების თაობაზე ინფორმაციაც არ აქვს ძალიან ხშირად რეგიონებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. თუნდაც ეს იქნება დამხმარე საშუალებები, სხვა ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამები თუ სხვა. ამხან გამომდინარე ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე გავაკეთებთ აქცენტს და ვალდებულებაზე, რომ სახელმწიფო ვალდებულია
ამ პროგრამების თაობაზე ინფორმაციას აწვდიდა თავის მოსახლეობას, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, გვექნება აქცენტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებზე. მოგეხსენებათ, რომ გაეროს კონვენცია ცალკე მუხლს უთმობს მეექვსე მუხლის სწორედ ქალთა უფლებების რეალიზებას ეხება, გვექნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მიმართებაში, ცალკე თავი და მათი უფლებების რეალიზებას და მიმართულებით გაკეთებულ რეკომენდაციებს დაუთმობთ ადგილს და რა თქმა უნდა ვერავწევით იმასაც, რომ კონვენციის რატიფიცირება მოხდა საქართველოში, რა თქმა უნდა მივესალმებით ამ თუმცა არა ისახა ჯერჯერობით. თუმცა ხო, აი იმპლემენტაცია როგორ უნდა ხდებოდეს ამ კონვენციის, როგორ უნდა ხდებოდეს ამ იმპლემენტაციაზე მონიტორინგის განხორციელება, ამასთან მიმართებით სახალხო დამცველი თავის რეკომენდაციებს და ხედვას წარმოადგენს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნათია გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. მე შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში გვერდებოდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ქალბატონ ნათია ფირაშვილი. ქალბატონ ნათია, თქვენ საუბრობდით პენსიასთან დაკავშირებით. ზოგადად ეს ტერმინიც გაეროს ეს რეკომენდაციაა, რომ ამოღებული იყოს ეს ტერმინი, პენსია არ ერქვას ამას და ზოგადად თვითონაც მშობლებიც უსვამენ ხაზს, რომ ძალიან მწირია ეს თანხა და საერთოდ არ ყოფნით მათ არაფერში. დიახ და თანაც მანდაც არ არის როგორ ასე იცით რაღაც გადაცია ზოგს აქვს 100 ლარი, ზოგს 150 ლარი და როცა სახელმწიფო აღიარებს თუ მინიმალური სამომხმარებლო კალათა 150 ლარია, ხო? მით უმეტეს შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირს უნდა ქონდეს ორმაგი და სამაგი და იმაზე ნაკლებიც და ფაქტიურად თავარი კიდე ის არის მარტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი კი არ ცხოვრობს ამ პენსიაზე. ოჯახი, მშობელი, დედაც თითქმის ცხოვრობს იგივე რეჟიმშიც, რაც იმის შვილი, ხო, იმის ცხოვრებით ცხოვრობს და ასე რომ აქ ძალიან ისეთი თან იმის საჭიროებები იმდენია, რომ მედიკამენტები, რეაბილიტაცია, ჰიგიენური საშუალება, მაგათ ხო უფრო ყოველდღიურად ჭირდებათ მედიკამენტების მიღება. იცით რა არიან რომ ჭირდებათ ეპილეფსია უკაცრავად ისაც ძალიან ესეთ ძიმე დიაგნოზით, ძალიან საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტებია და გარდა მაგისა ყვება ხო უნდა ამბობს და რაღაც ნორმალურად. ასე რომ ესე ძალიან გადასახედია ნამდვილად და რაც შეეხება დაზღვევას, ის ისეთივეა, დაზღვევა, იცით რა დაზღვევაზე ხო საერთოდ ეს ვირტუალურად გაქვს რაღაც თანხა, მაგრამ ვერაფერში ეს პირები ვერ იყენებენ, იმიტომ რომ არაბით არის მაგათი საჭიროებები გათვალისწინებული, არის ძვირადღირებული გამოკვლევები, მედიკამენტები, აი ეპილეფსიანებს ჭირდებათ ენცეფალოგრამა, ესეც კი არ შედის და ეხლა აბარაზიას ეს ახალ დაზღვევაზე ამბობს, სახელმწიფო დაზღვევაზე, იმიტომ რომ ახალი ამოქმედდა იანვრიდან პირველი. არა, რომ საყოველთაო დაზღვევაზე იცით. დიახ, ოღონდ ახალი არის უკვე იანვრიდან სულ სხვა პაკეტი აქვს. არა, ეს ახალი თქვენ არ გამოგიყენებიათ. მაგრამ ამათ აქვს ჩვეულებრივი დაზღვევა და ეს დაზღვევა ვერაფერში მშობლების და ზუსტად მშობლების პრეტენზია, რომ ვერაფერში ამას ჩვენ ვერ ვიყენებთ. ბატონო ამირან, თუ გაითვალისწინებს სახელმწიფო საომალოდ იმ ფაქტს, რომ ეს დაზღვევა იყოს ცოტა განსხვავებული, ცოტა დამატებითი თანხები ქონდეთ, ან ეს პენსიის როგორც ტერმინის დეფინიციაც რომ მოხდეს და არ იყოს ეს პენსია რო არ ერქვას, ახალგაზრდა ბავშვები პატარები არიან და პენსიას იღებენ, ცოტა ისეთი. არა, პირდაპირ უკვე 2012 წლიდან ამას ქვია სოციალური გასაცემელი სოციალური პაკეტი და სოციალური პაკეტი არის ფულადი სახის გასაცემელი, რომელმაც ჩაანაცვლა სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პენსია უბრალოდ ინერციით საზოგადოებაში ეძახიან პენსიას, თუმცა დღესდღეობით ის არ არის პენსია, როგორც არის სოციალური პაკეტი, რაც შეეხება მის ოდენობას და არათანაბარ განაწილებას, იმიტომ რომ ქალბატონო ნათიამ აღნიშნა, რომ ზოგს 100 ლარი აქვს, ზოგს 150 ლარი. რითიც წყდება ეს ყველაფერი? ყველას 100 ლარი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. დღესდღეობით უბრალოდ არ მინდა ისე გამიგოთ, რომ ეწინააღმდეგი ვარ ამ სოციალური პაკეტის გაზრდის, რა თქმა უნდა, კარგი იქნება ჩვენ შარშანაც წლის ბოლოს ქონდა განხილვა სამინისტროში მშობლებთან ერთად ამ საკითხის და პრინციპში ჩვენ არა ვარ წინააღმდეგი, რომ მოხდეს პენსიის გაზრდა, უბრალოდ რამდენადაც დაგვიანებული იყო ეს საკითხი 2014 წლის ბიუჯეტში სამწუხაროდ ვერ მოხდა გათვალისწინება, თუმცა ეს საკითხი აქტიურად განიხილება, მაგრამ აქვე მინდა დავუცინო აუცილებლად, რომ პენსია გაცილებით სოციალური პაკეტი არ არის ის ერთადერთი დახმარება, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მიეწოდებათ და უფრო მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, მათთვის
იმ სერვისების მიწოდება, რომელსაც ისინი საჭიროებენ და არა ფულადი სახით დახმარება და ჩვენ გვაქვს რამდენიმე ესეთი მომსახურება, რომელზეც აღარ გავიმეორებ უკვე ვისაუბრე. დაზღვევას რაც შეეხება? რაც შეეხება დაზღვევასთან დაკავშირებით მე და ერთი პატარა განმარტება ალბათ გავაკეთე, რომ დაზღვევა ზოგადად არის გარკვეული რისკების გან დაზღვევა, ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის რისკებისგან დაზღვევა და იმ შემთხვევაში როცა ეს რისკი უკვე რეალიზებულია და ფაქტის წინაშე ვდგავართ, ის დაზღვევა აღარ იქნება. ის არის რაღაც საჭიროება ჯანმრთელობის დაცვის, რომელსაც სხვა გადაწყვეტა სჭირდება ამ შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამების სახით. სახელმწიფოს აქვს გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს გარკვეულ დაავადებების პრევენცია, გარკვეულ დაავადებების შემთხვევაში მედიკამენტოზურ დახმარებას მედიკამენტებით ან სამედიცინო ჩარევით დახმარებას და მე შემიძლია ციფრებით დაგისახელოთ გარდა იმისა, რომ აი თქვათ საპენსიო სოციალური სერვისების სახით გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევაზე დაახლოებით 200 მილიონი ლარი უკაცრავად სოციალურ პაკეტზე 200 მილიონი ლარი და ჯანმრთელობის კუთხით 80 მილიონამდე ლარი ყოველწლიურად სახელმწიფო ხარჯავს. რა თქმა უნდა არ არის ეს საკმარისი და ესეც აღნიშნო, თუმცა სწორედ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენი გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ, მაქსიმალურად ცდილობს გაითვალისწინოს ყველა ის საჭიროებები, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას და მაქსიმალურად ადეკვატურად უპასუხოს სახელმწიფო გამოწვევებს, რომელიც ამ მიმართულებით ჩვენ წინაშე დგას. კიდევ ერთი ჩართვა გვაქვს ეთერში, ამჯერად ასოციაცია ინვალიდთა კლუბის თავმჯდომარე ქალბატონი თინა ბრეკოძე გვერდება. ქალბატონი თინა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. მოგესალმებით. ქალბატონო თინა, თქვენს არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქვია ინვალიდთა კლუბი. ეს ტერმინი რომ არ არის მიღებული საერთაშორისო კონვენციით. მართალი არ არის მიღებული, მაგრამ 2001 წელს როცა დავაფუძნეთ ეს ორგანიზაცია, მაშინ სამწუხაროდ არ იყო რეაგირება და მე ვეღარ მოვახერხეთ ამაზე გადარქმევა, რადგან ძალიან დიდი პრობლემები ქნება თან იგივე და ბანკთან და რაღაც ვერ მოვახერხეთ. გასაგებია. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ასეთი ბავშვების შესახებ? რამდენად ხშირად ირღვევა მათი უფლებები, რა პრობლემებს აწყდებიან ისინი? თქვენ რა პრობლემებით მოგმართავენ ისინი, როგორც წესი? ჩვენთან დღის ცენტრში ჩემთან სწავლობს 41 ბავშვი, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო, ეს არის 30 ბენეფიციარი, დანარჩენი აფინანსებს 15 ბავშვს გორის მუნიციპალიტეტი. ხშირ შემთხვევაში მოგმართავენ, რომ დავეხმაროთ, აი პენსიები არის ნაკლები და პასუხს მთხოვენ, რატო არის ჩვენი შვილები ცალკე გამოცალკავებული, სხვების არის 150, ჩვენი არის 70, ეხლა მგონი 100 გახდა უკვე ამ ბავშვების პენსია და ასევე მომართავენ რა ვიცი, ძალიან ხშირად, რომ არ არის ადაპტირებული მათთვის სკოლები, რომ იარონ სკოლებში ბავშვებმა და ისწავლონ შესაბამისად, თუმცა ჩემთან, ეხლა ჩემი ორგანიზაცია ადაპტირებულია ყველანაირად ამ ბავშვებისთვის, მაგრამ ისეთი ბავშვები, 7 ბავშვი მყავს მე, რომლებიც დაგვყავს ჩვენ სკოლაში და სკოლიდან ისევ ვაბრუნებთ დღის ცენტრში. ძალიან კარგი იქნება, რომ ამ ბავშვებისთვის იყოს ადაპტირებული სკოლები, რომ სათანადოდ ისწავლონ ამ ბავშვებთან. დღის ცენტრში მათ აქვთ არაჩვეულებრივი მომსახურება, ჩემ დღის ცენტრში ისინი უზრუნველყოფილები არიან ყველანაირად და რა ვიცი, კმაყოფილები არიან ამჟამად, მაგრამ რაც შეეხება მშობლები არიან უმეტესად უკმაყოფილო, რომ მათი პენსია არის ძალიან მინიმუმი და ამათთან დაკავშირებით ძალიან ხშირად არის ამ ბავშვებთან დაკავშირებით, რა ვიცი, ცოტა უკმაყოფილება. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი თინა გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. მე შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში გვერდება და ასოციაცია ინვალიდთა კლუბის თავმჯდომარე ქალბატონი თინა ბრეკოძე. გარკვეულწილად რომ შევაჯამოთ გადაცემა, ბატონო ამირან სახალხო დამცველის წარმომადგენელი საუბრობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონვენციასთან შეერთება მოხდა და რატიფიცირება, იმპლემენტაცია არ აისახა ჯერჯერობით ყოველდღიურობაზე ამ ბავშვების პრობლემებზე. რამდენად გაკონტროლდება ეს ყველაფერი, რომ
რომ აი უახლოეს პერიოდში შეეხოთ მათ ამ რატიფიცირების კარგი სიკეთეები. მოგახსენებთ, რატიფიცირება სულ ერთი თვეა დაახლოებით რაც მოხდა და სამოქმედო გეგმის ამუშავებას და ასე მოკლედ მონაკვეთში შედეგებზე საუბარი ალბათ დამეთანხმებით ცოტა ადრეა. თუმცა ამაზე მუშაობა ახლა არ არის ისე არ უნდა გავიგოთ რომ მხოლოდ ახლა იწყება და აქამდე არაფერი არ გაკეთებულა რაღაც მოსამზადებელი სამუშაოები რა თქმა უნდა ამისთვის ჩატარდა აქ მე რამდენადაც ხვდები საუბარი მექანიზმის შექმნაზე რომელიც სწორედ ამ სამოქმედო გეგმის განხორციელებას და იმ კონვენციის ვალდებულებების განხორციელებას შეუწყობს ხელს და ამასთან დაკავშირებით შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ უკანასკნელ საბჭოს ხდომაზე საქართველოს პრემიერთან ამ საბჭოს შემადგენლობაში შედიან როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრები და მოადგილეები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ერთ-ერთი საკითხი იყო სწორედ სამოქმედო გეგმის და კონვენციის იმპლემენტაციის და მონიტორინგის მექანიზმების შექმნა და გაცემული იქნა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დავალება, რომ უახლოეს მომავალში დაინტერესებული უწყებები სამუშაო ჯგუფის ფორმატში შევიკრიბებით და ყველაზე საუკეთესო ვარიანტი უნდა შევარჩიოთ, ვინ იქნება, რომელი სტრუქტურა იქნება, ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი, ვინ ვთქვათ გაერო შესაბამის კომიტეტთან ანგარიშგებაზე ან ქვეყნის შიგნით ამ მონიტორინგის პროცესის განხორციელებაზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სამოქმედო გეგმის კოორდინირებულ იმპლემენტაციაზე და ეს საკითხიც ალბათ ახლო მომავალში კონკრეტული სტრუქტურები განისაზღვრება ამ. დიახ. ქალბატონ ნათია, თქვენი აზრით რომ რამდენად შეცვლის ეს რეალობას, რამდენად დაგეხმარებათ? იცით რა, თუ კი განხორციელდება ყველა პირობა რაც კონვენცია ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, აი თითქმის რადიკალურად შეიძლება პირობები. რა თქმა უნდა, ამას უნდა განხორციელება და ესე რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში არ მოხდება, ალბათ დროში რა თქმა უნდა იქნება გაშლილი და გაწეული. მაგრამ თავარია უნდა დაიწყოს ეს პროცესი, იმიტომ რომ მართლა თქვა ხომოწევოს იმიჯი ღირსება ყველაფერი ხომ ამით განისაზღვრება, როგორ აყავს ეს სფერო მოვლილი და დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა სამწუხაროდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები. პირთა კავშირი მშობლების თანადგომას დამფუძნებელი ქალბატონი ნათია კიკვაძე იყო ჩვენთან ერთად, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი ბატონი ამირან დადაშიძე, ასევე გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში გვერდებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ქალბატონი ნათია ფირაშვილი, ასევე განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ქალბატონი ეკა გებუაძე და ასოციაცია ინვალიდთა კლუბის თავმჯდომარე თინა ბრეგვაძე. პირდაპირ ეთერში მუშაობდით თქვენთვის მე ხატია ჯამალაშვილი, ჟურნალისტი ანი არჩვაძე, გადაცემის პროდიუსერები დავით ნინიკაშვილი და ხათუნა რეხუიაშვილი, ხმის რეჟისორი ინგა გურგენაძე. გადაცემის ჩანაწერის ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ საზოგადოებრივი რადიოს ვებგვერდზე radio 1.gis მომავალ კვირას 2 საათზე შევხვდებით. მადლობა ყურადღებისთვის. რეგიონის დროით. გადაცემას წარმოგიდგენთ არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ჯიპაკის პროგრამის მხარდაჭერითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.